გამარჯობათ მეგობრებო. როგორ ახართ? როგორ? კარგად უნდა იყოს, კარგად. არა, მომეთანხმებით. როცა გაგონება, როცა შეგიძლია ანალიზი, როცა ალაგებ ყველაფერს თავის ადგილზე, იქიდან მიუდგები, აქედან მიუდგები, გამოცდილებას გამოიყენებ, განათლებას გამოიყენებ, რჩევებს, 1000 რაღაცებს დაატრიალებ, მე გაჩერდები, დაფიქრდები და სწორ დასკვნას გამოიტანე. და მარტივი ფორმულა. ცოტა ენერგიაა დასახარჯი, მაგრამ გადასალახიავია და მარტივია. ხვალსია მეგობრებო. გარწმუნებული ვარ 100 კაციდან 95% მეთანხმება. ეხლა ვიმყოფები არიზონა ფენიქსისკენ მივდივარ 10-იან გზაზე ვარ და ერთი მისატანი მაქვს 113 მაილში არის ეს მისატანი თვირთი და ამასობაში ვისარგებლებ ამ მომენტით და გავაგრძელო ჩვენი როგორც ვიცით ხოლმე ფიქრები, აზრები და ჩემი აზრების გაზიარება თქვენთან. დღეს მინდა გავაგრძელო ის თემა, ჩვენ ხო დაწყებული გვაქვს ის რუბრიკა ფული. მგონი 2 ვიდეო დავდეთ, ეხლა მესამეზე და პირველი რა იყო ფულთან შეხება ბავშვობიდან გამომდინარე. მეორე ვიდეო იყო იოლი ფული შოვნა, ხო, ბავშვური გონებიდან გამომდინარე. და ვინაიდან ჩვენ მაინც ბავშვობიდან და ბავშვობას ვიხსენებთ და ფაქტობრივად ეს ბავშვობიდან რაც ჩაი როგორ გითხრათ რაც დაფუძდება ფიქრების მე მთელი ცხოვრება გრძელდება. ნუ ზოგი ასწორებს, ზოგი ვერ ასწორებს, მაგრამ ნუ ყველაფერი მოდის ბავშვობიდან და ეს ვიდეო მინდა უკვე მიუძღვნა კრიმინალურ ფულს, რომელიც ნუ დავიწყოთ და ამას ნედელა გავშიფრავ. ესე იგი კრიმინალური შემოსავალი, კრიმინალური ფული ჩვენ ცხოვრებაში. ნუ კერძოდ ჩემ მაგალითზე. დავისთავად ალბათ მეც თქვენი მოგონებები გაქვთ. არ ვიცი მეგობრებო, მე რო ვიხსენებ ჩემ ბავშვობას, ალბათ ჩემი თაობის ხაი, მაგარი ბავშვობა ქონდა. კი, შეიძლება ბევრი რაღაცები გვაქვს და ბევრი რაღაცა, მაგრამ იმდენი ურთიერთობები და იმდენი მრავალფეროვანი იყო. არა მგონია რომ შეიძლება ვწდები, შეიძლება თანამედროვე ბავშვებს ის ბავშვობა ქონდათ, რაც ჩვენ ქონდა, იმიტომ რომ თანამედროვე ბავშვები ონლაინი, კომპიუტერი და ვიზუალურად და რაღაც ხელოვნურად უყურებენ სამყარო და ჩვენ დრო ცოტა სხვანაირი იყო რა, იმენა ცოცხალი ნატურალური ურთიერთობა იყო და მეც აი დღევანდელ დღეს უმაგას ვცდილობ და აი ბავშვობა მქონდა მართლა უნიკალური და მრავალფეროვანი. ნუ მოგესალმებით, სულ დავბოდიალობდი, ჩვენ დროს არ იყო ტელევიზორი, იყო ერთი კომპიუტერი, სულ ეზოში ვიყავით, ხო ხვდებოდით ჩემ ამბებს და ეხლა ეს ფულის დავადგინეთ, რომ ფული კაი რაღაცა იყო, ხო იქ ხან მანდარინებს ყიდიდით, ხან ვიღაცა თუ გაჩუქებდა, ხან რაღაცეები და ჩემ ბავშვობაში ალბათ გახსოვთ აი ფურთები, ეხლა მე შამილა და რამინას ვიტყვი თაცმინდაზე იყო შამილა და რამინა და ჩემთანაც ვასმო ეპოქში იყვნენ ძალიან ბევრი ფურთები რა ცხოვრობდნენ და ეხლა ვინც ბავშვობაში ახლა ფეხბურთს თამაშობდით ხანისა და გინდა არ გინდა ძალაუნებურად ჩხუბი მოგდიოდა, ხო იცი ეხლა ბავშვები ხან იმაზე კამათობენ, ხან იმაზე და ეს ფურთი ბავშვები ყოველთვის იყვნენ ძალიან შუსტრები იყვნენ რა, ჩხუბში ჯოგნიდნენ, იმაში ჯოგნიდნენ და ძალაუნებურად ნუ რაღაცნაირად დაძაბული სიტუაცია იყო. ეხლა ფურთებს ვენაცვალე, ეხლა რომ გავიზადე, დღესაც იმდენი მეგობარი მყავდა ის ურთიერთობები მახსოვს რომ ვიხსენებთ ხოლმე, მაგრამ მაშინ ხო იცი ბავშვი რო ხარ და ამ ფურთებს ეზოებში, ქუჩებში პალაჟენია მიყავდათ რა. და როგორ მახსოვს რაღაც ერთი 8-9 წლისა ვარ, უკვე მე სკოლიდან მოვდივარ. ჩვენ როგორ იყო, მე ხომ თაცმინდაზე ვიყავი და მე გადავედით ვასმოეპოქში და ეჩი მაინც ცხოვრობდი მაგას 47 სკოლაში ვსწავლობდი და ვასმოეპოქში მეტრო უნდა გამევლო და უნდა გამევლო ჩემი სახლისკენ ფეხით რა. ხო იცი ბავშვი მიდიხარ რაღაცეებს თამაშობ. როგორ ხავს აი ჩემი უბნელების ახსოვდეთ
რამზიკა და ხამზიკა იყვნენ რა მაგაცები ჩვენ აქა და ობორ კორპუსში ხა ჩემი ვასმოიფორკერები ვინც არიან იციან აი პოლიკლინიკა ხო არის ჩემი სახლი აქეთ არის და მოპიტაპირე მხარეს აი ტრასაზე არის ობორი კორპუსი მაშინ ბაღები და ისინი იყო და ზებს აკეთებ და მოვდივარ და აქედან წამოვიდი რატომაც ცენტრალური გზით კი არ წამოვიდი აქედან წამოვიდი იმიტომ რომ იქ ბაღები იყო და ბალი და რაღაცები მეგულებოდა და მოვდივარ და ეს რამზიკა და ხამზიკა დგანან მოდია ახლა ისინი იყვნენ მე ვიყავ 8 წლის და ისინი იყვნენ 12-13 წლის ბავშვები რა ვინახარ მე როგორ ვინავა მე ვარ ფული გააქვს რა ფული მოიტა ეს ნუ ვალაპარაკებ რა უნდა მოიტანო შენ ხო არ გაგიჭი აი მოიტა და ბახ უცბად დამართ ამიმან აქ ამ რამზიკამ გამილაცუნა და წავიქეში ვახშენე და აქედან ეს ორნი დგანა რა ეხა დიდები არიან გაიგე ფული მოიტა რა მოიტა ამაყენა ერთი ზარო ვიყვა და ამოიღე ჩიპიდან და რაღაც 25 კაპიკი 30 კაპიკი ჯიბეში ჩაიდეს გაიგე აი ეგ რომ მოხვალ რო გამოვილი ფული ყოველთვის შემოინახე გაიგე და დავაიხარ აუდი აქიდან ვაიმე როგორ გაუბრაზდი მაგრამ ბიჭო ყურე პეთქი ნუ ხოიცი ხა ბავშვი შეგძნება როგორ არის და აი გამწარდი მაგრამ და ხოიცი ხე თითით დავაი აუდი ნუ წარმოიდგინე როგორ დამცირებლად ვიგზენი თავი და წვენები მომივიდა ბავშვი ხარ არ 8 წლის ბავშვი ხარ და ავედი სახში გამწარებული ვარ ნუ ასე თუ ისე ის ღამე გავატარე და დილით გავედი იმაში ეზოში რა შაბათი ხო სკოლა არ ქონდა და ეხა გელა თუ მისმენს ეხა არ ვიცი ეხა სიამონეო თუ არა ჩემი ძმაკაცია ხო გამხელა კაცია და ისე თამაშობს და გელას ვეუბნები გელა მეთქი ისინი ვინ არიან ისინი რა მაგათ არ გაეკარო კაცო მაგეთ უთები არიანო მე პატარა მეთქი როგორ მაგე აბიჟნიკები არიანო და უთხიდიო მე როგორ კაცო ვინ არის აი კიდე კორპუსში ცხოვრობენ მაგრამ ვიცოდეო არ გაეკარო მაგრამ ისაო რა უთხიდიო რა მე იქით არ მიდივარ თუ იქით მიდივარ დედა ჩემთან და ჩემთან ერთად ვიდეო და დაყავდა მაია ესეთი ბაივიკი და მაგასაც მოუყვები მე ეს არ მესიამონა მაგრამ ხო იცით ხა ისე კი გადის დრო მაგრამ ვიცი რომ მეტრო და რო ამოხვალ იმ გზით არ უნდა წახვიდე სახე უნდა წახვიდე ამ გზით მაგრამ ვიცი რომ იმ გზაზე ვიღაცები არიან მაგრამ აი შიში კი არა შიში კი მქონდა მაგრამ ფიქრო კაცო რა მოაი ხა აზე ბავში ხარ რა ფიქრობ ეს როგორ მე რაღაცა დავინტერესდი და თურმე მე გავიგე რომ ასე ყოფილან აბიჟნიკები რომლებიც ხულიგნები აბიჟნიკები ერთიმან შადიან და შინაგანად არ მოკმოყოფილებს ეს როგორ რაღაცნაირად და მაგრამ იცით რა არის ეს კაი ჩემი უბანში ეს ქურთები დადიან რამზიკა და მამზიკა მაგრამ ერთხელაც მოვდივარ რომ უნდა მეშვიდე სკოლიდან მეტროში უნდა ჩავიდე და იქ უკვე ქართველი ბიჭები არიან უკვე როსლები რაღაცაზე მოდი აქ მეუნებია ვიცი რაღაცა ვიყიდე მაშინ ტრუბოჩკები იყო რაღაცა ფული გააკ მეუნება მეთქი არა მაგ აბა ეს როგორ იყიდე მეუნება ეს უკვე ქართველები არიან არა ქურთები რაც აქ მომეცი მეთქი რატო უნდა მოგცე კაცო მომეცი ჩვენც გვინდა რომ ვიყიდოთ ხო არა არ მოგცე მეთქი ბახ უცბად დამართ ამა და აქაც იგივე გამეორდა მაგარი დამცირებული აღარ ამ პერიპეტიებს აღარ მოვყრები და ისევ სახში წამოვედი ვახ ფიქრობ ეხლა რა ხდება ეხლა მე დიდი უფროსი ძმა არ ამყავს ესე იგი რომ წამოვიყვანო მაგრამ გავდივარ უბანში და ვეკითხები რა ხდება მე სკოლაში არაო ხო ისინი დგანავ ის ბიჭებიო ეს უკვე აი ცეკარო იყო ეხლა თავრობის სახლი რო არის მაშინ ის იყო სულხან საბას ქუჩიდან უკვე იქიდან მეშინო და უკვე მეტროში წამოს უკვე მოვდიოდი
ჩიტაძის ქუჩიდან ჩამოვდიოდი, ასე პიონერსა და ისე მივდიოდი, იმიტომ ვიცოდი რომ ეს ტიპები იქ იდგნენ. მერე კიდე სოხუმშიც მეხა, სოხუმში რომ იქაც გაიჭიდნენ აბიჟნიკები და ისეთია, სტაბილობა შეიმექნა, რომ ეს რაღაც ეთქვა მიღებული პონტია, აბიჟნიკები ან ტიპები, ვინც აკონტროლებენ იმ სიტუაციას, აი ესე ბავშვებს ფულს ართმევენ რა. გადის დრო და დროს რაღაც ერთი 2-3 წელი აი ჩემშეს იხარშება, მაგრამ რა დაგიმანოთ ვერიდები ამ ქუჩებით სიაროს, მაგრამ მე გავიგე რომ ის დასკვნა მივიდა უნდა იყოს ძლიერი, რომ უნდა იყოს ძლიერი, უნდა შეგეძლოს ჩხუბი, ხო? და მაშინ იყო ხოლმე კასტეტები, გახსოვთ, აი კასტეტები იყო ხოლმე მოდაში რაღაცები და მაშინ რა საბჭოთა პერიოდი იყო, ამას მე 70-იან წლები, მე 66-იან, 74 წლები მაშინ შეზღუდული იყო. ჩემ უფროს დედაშვილს უთხარი ეს ამბავი სოხუმში, ჩემ დიასაც. მერე დაილაპარაკეო. ან იყო ავტორიტეტი ნახეო და იმათთან მიდიო რა. მე მეუნებაზე 11-12 წლის ბავშვი რა. არა მეთქი და დამიჯდა თავში რა, დამიჯდა და ჩვენთან ვასვენკოვში იყო, აი მოვა იყო ასეთი, ისიც ქურთი იყო სხვათა შორის, მაგრამ ავტორიტეტი იყო და მივედი და პატარა და ეს იყო რაღაც 25 წლის რა. და მე ვარ 12 წლის და ესე ასე ავტორიტეტი იყო თან ქურთებში სახელი ქონდა და ესე ასე მეთქი გრამზიკა და მამზიკა და ისინი მეთქი და გაწყინინებენ ხო და მე რომ ზოგიერთ პატრივი უნდა სცეო. მეთქი რატო უნდა ვცე კაცო მე ხوازღა ბავშვის ისა რა და რო იქ კარგია მე მაგათ ვეთქვიო და ხმას არ ამოიღებენო და აი წამოვედი და დამაინტერესა და მე მეტროდან გამოვედი ასე და ეს რამზიკა და ისეთ განა და მიყურებენ რა. ეხლა ველოდები რომ მოვლება, გამაჯობა, წადი. შლაგბაუმი გამიხსნეს. ვა, ფიქრობ რა ხდება რა არის, აი მაშინ შევეჯახე ამ ავტორიტატიურ გავლენას რა, ანუ ქურთულ გავლენას რა. მაგრამ მაინც ბოღმა მიდევს რომ აი შეურაცხყოფა ვერ ისა, მაგრამ მე გამოვიტანე ის დასკვნა რომ არის ისეთი სისტემა რომ ამას ყველაფერს აკონტროლებს რა. უკვე 12-13 წლისა ვარ. ამაშობაში უკვე წავიდა, ხო იცი, უკვე ძალა უკვე და ეხლა მარტო ჩემ უბანში ხო არა, იქ სოხუმში, დაწმინდაზე, რუსთაველზე ეს აბიჟნიკები ყველგან იჩითებიან რა. მე გამიგია რომ კურტკას ართმევენ, შარვას ართმევენ, გავსოთ ადრე მაშინ ის იყო. ჯინსები მაგარ მოდაში იყო და იქ ჯინსებს ართმევდნენ ხოლმე, რაღაც ეს ხო მესმის. ვა, ფიქრობ ეხლა მე რო ვიღაცამ წავდა წამართვას რაღაცა, მაგრამ ეხლა ვიზდები უკვე ლიტერატურის კითხვა დაიწყო, უკვე ცოტა ვაშკაცური ისინი დაიწყე და უკვე ვით გავიგე სპორტზე და მე გადავწყვიტე ამ საერთო ჯამში ხანზე არ დავწყვიტები, რომ გადავწყვიტე რომ ძლიერი გამოვიდე რა. მაგრამ ისიც ვიცი რომ ძლიერი მარტო ჩხუბითაც არ ვარ, უნდა იყო აზროვნებითაც და ლაპარაკითა და მოქმედებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ვოვა ის ავტორიტეტებიდან გამომდინარე, რამას აგვარებდნენ, მაგრამ ფიქრობ კაცო რატო, მაინც ეს უსამართლობა ჩემში ტრიალებდა რა. უსამართლობის გზნობა. ეხლა 47 სკოლიდან დაღმართზე რომ მოდიხარ, პირველ სასახლეა და იქ ბევრი წრეები იყო და იქ იყო მოჭიდავეების წრეები იყო, ბოქსერების წრე იყო და შევედი ამ ბოქსერთა წრეზე რა, მაგრამ არ მომეწონა ერთმა-ორმა მომატო, მაგრამ აი ეს ძირითადად ისინი გავიგე რა და რაღაც ეს მე მომწოდა რომ სხვას ვარ ტყავდი და სხვა რომ არ ტყავდა ამაზე გიждდებოდი რა და რაღაცა ესე არ მომეწონა და დავანებე სპორტს თავი და მე ველოსპორტზე გადავედი რა. მაგრამ იმ ბოქსზე სიგარულმა და იმან ის ნავიკი ქართულად როგორ არის, აი ეს ელემენტები დავამუღამე რა მაინც. მაგრამ ეხლა სპორტსმენი ხარ, ხო იცი ენერგია გაქვს ველოსპორტი და
კი, ეხლა ჩემი უბანში მოვაგვარე ამ ავტორიტეტებიდან საშუალებიდან და იქ ქუჩაში რაღაცნაირად მოვაგვარე ავტორიტეტებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ხურიგნები ყველგან იჩითებია რა და ვარ 14-13 წლის ბიჭი, მაგრამ უკვე ელემენტები ვიცი. და ერთხელაც ბაკურიანში ვარ და ბაკურიანში ხო გახსოვთ ის კინო, იქ ოსები ცხოვრობდნენ, რაღაც კონფლიქტები იყო და იქ მომივიდა პატარა ასეთი მოხულიგნო ტიპები გაიჩიდნენ კინოს ბილეთის ყიდვის დროს. და ჩვენ ორნი ვიყავით, მე და ჩემი მეგობარი, ველოსპორტსმენი, კინოში შევედი და ერთი 10 ეს ადგილობრივები და რაღაცა კონფლიქტი მოხდა და რაღაცა ჩხუბი მოხდა და ეს ორმა კაცმა, ეს 8 კაცი, 10 კაცი დედაუტირეთ რა, კი ვიჩხუბეთ რაღაცა, მე წავაქცეთ, მე გავიქეცით, მაგრამ გამარჯვებულები ვიყავით და აი მაშინ უკვე ჩემ თავში ვიგზენი ძალა და უკვე რაღაცნაირად აზროვნებად შემეცვალა რა. ამიტომ ვარ წარმატებას მივახციეთ კასპში. ეხლა ჩემ კასპელ მეგობრებს და კასპელებს არ ეწყინებათ, მაგრამ უნდა ვთქვა რა. ადრე გახსოვთ დადიოდა ელექტრიჩკები ბორჯომი ხარეს და კასპი იყო ერთ-ერთი გასაჩერი სადგური. მაგრამ იქ ხშირად ბიჭები აი 16-17 წლის ასაკში 15 წლის დავდიოდით ახლა ხო ბავშვები ხან ბორჯომში ხანებაში. ნუ რა არის ეს ვერ გაიხარეთ რა. ანჯღრეული გზარი დაამტვრია ყველაფერი რა. ჯორჯ პაპატია მაგრამ აუქნა. გავიდე თორე თან ახლა შეხედე არა გაჩერებული რა უბედურება ეს რა. მაგრამ ჩვენ როგორ ამბობ წუწუნი და ფუწმუნი არაფერს არ გეშვენით არა. ხოდა მინდა გავიხსენო ამ კასპში ეს მოხულიგნო ადგილობრივი ტიპები დადიოდნენ იმ სადგურზე ზემოთ გამო და როგორც კი დაინახავდნენ ვიღაცა თბილისს მოვიდოდნენ კარგად მიბეთქავდნენ ფულს წაართმევდნენ და მიდიოდნენ რა და ერთი ოჯი მასე რაღაცას გადავეყარე და იმ დღე მე რო გავიდა რაღაც დრო მეთქი ბიჭებს რომ წამოვა მე კასპში იქიდან მოვდიოდით გორიდან კატლეტებზე ვიყავთ ამ კატლეტებზე მე მოგიყვებით და ვარ 15-16 და ამ კასპელები ადგილობრივები იმ სადგურზე გაჩერებოდნენ დაადგნენ და წავიდა ჩხუბი ერთი ჩვენ ვიყავით 3 ისინი იყვნენ 1-6 კაი ჯეჯგვები კაი ისინი ყოიც მაინც ისინი სულსვარენ კარგად მივბეთქვეთ კარგად ვცემეთ ერთი ამბავი ატყდა მე მილიცია ჩაერია რაღაცა თუ გამოვძვერით მაგრამ მაინც გამარჯვებულები ვიყავით, იმიტომ რომ უკვე ჩვენ თავში ვცნობდი და მე პირადად ვცნობდი ჩემ თავში, აი ეს ხარტი ხარ, ცოცხალი ხარ, რაღაცა კასპელი კი არა, ნებისმიერი ისო შეხვდეს იმას დედას უტირები რა. ეხლა მოგეხსენებათ მეგობრებო, მაინც თბილისი, მაინც ძველი ბიჭური და ეს ქურდული შავი ალპების ქალაქი იყო თავისებურად. ეხლა უბანში კი მოვაგვარე ამ ავტორიტეტების საშუალებით მე თაცმინდაშით, მაგრამ მომენტებში მაინც მიწევდა ძალის გამოყენება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ყველაფერი გვარდებოდა მოლაპარაკებით და მორიგებით. ნუ მორიგებით ახლა თქვენ ხდებით რაღაცა გაურკვეველი სიტუაცია რო ხდებოდა ხოლმე ახალგაზრდებს შორის, წავიდეთ ქურთან ავტორიტეტთან და ის მოგიგვარებს და ეს მოგვარება ხდება გარკვეული ანაზღაურებად ხო პატივისცემას ეძახიან, მაგრამ ფაქტურად ავტორიტეტის დღევანდელი დღიდან გამომდინარე ერთ-ერთი შემოსავალი იყო. მაგრამ ეს 100-ია თუ ისეა, ეს რეალობა იყო. მე გავიდა დრო, ცხოვრება მიდის, მე ჩემი ამბები მქონდა, სპორტი, წიგნები მიყვარდა, მაგრამ იყო პერიოდი, ხო იცი, ხა ქართულ რეალობაში მეგობრობა, რაღაც ერთხელ დამჭირდა, მაგრამ ფული. ბევრი ფული არა, სადაც 200 მარით, მაშინაც ძნელი იყო და მეთქი სადვიშოო და აღარ ვიცოდი რა, ეხლა ნათესავები არ მიდოდა რაღაცისთვის დამჭირდა რა და ეხლა ვერ ვეთქოდი ამის გულისთვის და როგორ მახსოვს მივადგე ეს ამზიკად ესინი ისე ძველი ცხოვრები ცხოვრობდნენ რა, აბიჟნიკოვი იქნა ფულს აწევდნენ და
ჩემი გელა მოიყვანე, ვიხსე იმ დღეს სუფრა ქონდა და გავიხსენეთ ეს ამბავი და მეთქი გელა წამომხევი მეთქი. სადა რა? არა, მეთქი მაკუთი უნდა ესესხო მეთქი რა. არა, ხო არ გაგიჟე, მეთქი წამოდი, კაც უკვე 12 და 13 წლის კი არა, უკვე 15-16 წლისა ვარ და მივედი ესენი დგანა ბიჟად, მეთქი რამზი მოდიან. აა გამარჯობა ძმა, რამე გოვა როგორ არის გოვა და მეთქი ფული მაგრამ ჭირდება და თუ შეგიძლიათ $200 ისა 200 ლარი მასესხისა მანეთი მასესხე მეთქი და აკოჯან მე საიდან ფული მიდი მოიტა ძალიან ჭირდება დაგიბრუნებ ერთ კვირაში მეთქი რა არ უნდოდა შეწუხდა და ხოიცი ახლა ჩვენ შორის ვინაა ვოვა შუაში ხო და ახლა ხოიცი სიტყვას ფასია კარგი და წავიდა და საიდანაც 9 საათში მოვიდა და 200 მანეთი მომცა. გავიდა 2 კვირა 200 მანეთი ვიშოვე და მივედი ისე რამზიკასთან და ამეთქი რამზიკა არა ძმაო ჩვენგან იყოს მეთქი როგორ ვალია გაძლევ არა ჩვენ იმდენი პატივიცემა გაქვს ოას ამბავში ჩვენ არ ვიღებთ ამ ფულს კარგი მეთქი უთხარი გამიხადა რა და ნუ რატომ ვწები ახლა ამას ყველაფერს თურმე ყოფილა ისეთი რაღაცეები რომ რაღაცა ვიღაცის დანაშაულზე და იქიდან გამოდიან შენ შეგიძლია ფული აიღო და მოგცენ და არ დააბრუნო და ერთ-ერთი შემოსავლის წყარო გახდა ნუ ფაქტობრივად რაღაცა რეკეტის პუნქტი აი რეკეტის საფუძვლებს შევეჯახე რა მე თავიდან გახსოვთ ხო ეხლა საბჭოთა კავშირში ეთქოს ყველა მაღაზია, ყველა საწარმო, ყველა საამქრო რაღაც თანხას უხდიდნენ, ნუ თავისთავად უხდიდნენ მთავრობას, უხდიდნენ ოფეხეს ეძახდნენ, სარე ბუღალტრებს, ყველა რაღაცას აკეთებდა და ეს თანხა გადიოდა, მაგრამ ისიც გავიგე რომ რაღაც გარკვეული თანხა მიდიოდა შავი სამყაროს წარმომადგენლებს. ახლა შავი სამყარო ცოტა ისეთია, ახლა შავს რო ამბობ იმას კი ანისავს თუ ნუ ასეთი სისტემა იყო რა. იმიტომ რომ ავტორიტეტები და ეს ადამიანები სხვანაირად ვერ ცხოვრობდნენ, მაგრამ ის თავის საქმეს აკეთებდა, თქვენ იცით ხო? შენ მაღაზიაში რაღაცას ჩალიჩობ, არასწორ მთავრობის მიერ დადგენილ წესებს არ ადგენდა იქ ჩალიჩობ და სხვანაირად საბჭოთა კავშირში ვერ იცხოვრებდი, მაგრამ შენ რაღაც ჩალიჩო და შენ რაღაცა შემოსავალი გაქვს ბოდიში და ინებე იქ საგადასახადოს გადაუხადე, იქ რევიზორს გადაუხადე, იქ ოფეხეს გადაუხადე და ამათაც უნდა გადაუხადო, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ დაგიმტრიო, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა გაგიფუჭოს, მაგრამ ამასაც უნდა კონტროლი. ეს ჩვეულებრივი მიღებული წესი იყო, ფაქტობრივად ეს გრძელდებოდა სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, მე ხო თუნდა მე ფაქტობრივად ნუ ამაზე მე ჩვენ ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს სისტემა ფაქტობრივად მასე იყო. ასე მუშაობდა საბჭოთა კავშირი და დაინგრა და ფაქტობრივად ამან დაანგრია და ნუ შავი სამყარო და ეს ასეთი გარემოება ტრიალებდა და მაშინ გავეცანი და ასე ვთქვათ შევიცანი გავიაზრე რა ხდებოდა როგორ რანაირად რა სისტემით რა ფორმულით და ასე შემდეგ. რა ჩვენ რომ ვამბობთ ავტორიტეტი შეიძლება ისეთი ავტორიტეტი არ იყო ქურდის წოდებიდან გამომდინარე, ხა სიტყვა ქურდიც როგორია, ხო, იმიტომ ქურდი დაკავშირებული იყო ავტორიტეტთან, იმიტომ რომ ადამიანებს რო რაღაცა კონფლიქტი მოუვიდოდათ, საბჭოთა სასამართლოში ამას ვერ არკვევდნენ და მიდიოდნენ ქურდულ სამყაროში და ისინი ავტორიტეტები იყვნენ და ისინი უწყვეტავდნენ. ფაქტობრივად სასამართლო გადავიდა შავ სამყაროში. ხო, პარადოქსია, ხო? ის შენი სიმართლე სადაც უნდა გაიტანო. ნუ კამათი რა არის, რომ კამათი და ჭუბი ის არის, რომ შენ სიმართლე უნდა გაიტანო და შენ საბჭოთა სასამართლოში ვერ გაქონდა ეს სიმართლე ვერ გამოგქონდა და ამერთან თქვათ ამ ავტორიტეტებთან ამას აგვარებდი. და ამასაც ქონდა საფუძველი, იმიტომ რომ რატო ენდობოდა ქურდულ სამყაროს მოსახლეობა. მე ამაზე ჩემი ახსნა მაქვს და ბარემ ეხლაც გეტყვით, უყურეთ მაგალითად. ნუ რამდენიმე ადამიანი წავიდა რისკიან საქმეზე, ხო? ეხლა რისკზე ყველა ხო ვერ მიდის, მე სიტყვაზე
ქურდობაზე, ყაჩაღობაზე, ან თქვათ პირატი ხარ გემზე, რომელიც რისკთან იყო დაკავშირებული, ხო? რაღაც ნადავს აიღებდნენ და ის უნდა გაყოფილიყო. მაგრამ უკვე რა ფსიქოლოგიის ადამიანები ხარ, ადამიანი რომელიც მიდის ყაჩაღობაზე, ქურდობაზე, თავისი შინაგანი ბუნებით და იმით ცოტა განსხვავებულია სხვა ჩვეულებრივ ადამიანისაგან, ხო, რაღაცა ის შანტაჟის და ავანტიურისტია რა. მაგრამ თავისთავად ეხლა ფულის გაყოფა რო ხდება, ნადავლის გაყოფა უნდა მოხდეს მაქსიმალურად სამართლიანად. იქ თუ არასამართლიანობა მოხდა სიტყვაზე, ხო? ეს ერთი ავანტიურისტი შეეჯახება მეორე ავანტიურისტს და ყოველთვის შედეგი იქნება ძალიან ცუდი. ეხლა შენ ვისატყუებ, მეც მაგარი ვარ, შენც მაგარი ვარ და მაქსიმალურად გაყოფა მიდიოდა სამართლიანად. და ეს ხო წლები გრძელდება, საუკუნეები გრძელდება ხო ეხლა კრიმინალურ აზროვნებაში და ავტორიტეტი რო ხარ და ამ ქურდ სამყაროში გავლილი გაქვს ეს გზა ძალაუნებურად ეს დახვეწილი გაქვს ეს მეთოდები და სამართლიანად წვითავდი. აქედან გამომდინარე, როდესაც ხედავდნენ ადამიანები რომ საბჭოთა სასამართლოში მაიმუნობა ხდებოდა და იქ სამართალს ვერ პოულობდნენ, ადამიანები მოდიოდნენ ავტორიტეტთან. და თავისთავად როგორც წეღანა თქვი, ეს ავტორიტეტი რო გადაწყვეტილებაც თავისთავად რაღაც ფინანსებთან იყო დაკავშირებული. მერე ჩაერთო ეს რომანტიკა გახსოვთ, ეხლა გარომანტიკობელი იყო დრო, ეხლა კი, მაგრამ მაშინ მიზეზიც იყო რომანტიკირებული იყო ის იგი ქურდი ცხონდაო, ხო გახსოვთ და აი ესეთი იმით იყო ხოლმე ქურდი გახსოვთ. ქურდი თუ იპარავს ის ცოდვას ჩადის და შენ კიდო ცოდვას აპირებს, ნუ აქ ამაზე მთელი ფილოსოფიური ის არის, მაგრამ ნუ მიზეზი იყო. ის მაღაზიაში გამყიდველი თუ ჩალიჩობდა და რაღაცას იპარავდა, მოდი მე შენ დაგიჭირე ამ მოპარვაში ცოდვა ჩადიხარ, მაგრამ თვალებს დავხვიჭე, შენ თუ მე გადამიხდი, არ შეგაწუხებ. ხო, აი ეს იყო მთელი ისა, მაგრამ საერთო ჯამში რა რომანტიკულად ჩადა, ვა, რა кайფულია და მოდი ახლა რამდენ 10 ქართველი ბიჭი და რამდენს უნდა და ქურდობა რომ ავტორიტეტი ყოფილიყო, იმიტომ რომ ერთი 10-7 კაციდან 10-დან 7-6 მაინც უნდა და ეს ავტორიტეტობა და ამ გარემოში ჩემი თაობა და ჩემი მეგობრები და ახლობლებიც რაღაცნაირად ამას ყველაფერს რომანტიზირებულად უყურებდით და არა მარტო რომანტიზირებულად, არამედ რაციონალურად, რომ ავტორიტეტი და სახელი კარგია, მაგრამ ამ სიკარგეს ეს მატერიალური მხარეც მოსდება. მაგრამ ერთი პარადოქსია, ეს ავტორიტეტი კი, მაგრამ ავტორიტეტ დამსახურება უნდოდა. ეხლა დამსახურება უშრომლე და იმათ არ ხდება ეს შორიდან ჩანს, ხო ავტორიტეტი, მაგრამ რამდენი ეტაპები იყო გასავლელმა, ძირითადი ეტაპი მაინც განათლება, ინფორმაცია, განათლებას მე რას ვეძახი ხა, ზოგს გონია რომ განათლება მაინდა-მაინც ინსტიტუტი უნდა დაამთავროს და დიპლომი უნდა ქონდეს. არა, ცხოვრებისეულ განათლებას გულისხმობ, რომელიც საჭიროა და ეს ადამიანები, ავტორიტეტები სანამ გახდებოდნენ, მთელი ეტაპები ქონდათ გავლილი, ცხოვრებისეული ეტაპები. ახლა ინსტიტუტი და ის არა, მაგრამ წიგნი ქონდა ნაკითხი ცხოვრებისეული ურთიერთობის გამოცდილება ქონდათ და დასკვნები გამოქვეყნდათ. ახლა თუ ადამიანის ხართ იქნება ქონდა ნიჭიერი იყო, ახლა ყველა ხო ვერ ითვისებს იმას. და აქედან გამომდინარე, მე არ შემხედე ავტორიტეტი, შტერი ავტორიტეტი. ეხლა ზოგს გაეცინება რა, ხო, არა, შტერი არ არსებობს რა. ეს რას მატარებს, იცი, აი ზოგჯერ ხო არის ხომ რომ ადამიანი დიდარია, მილიონერია, მილიარდებია და აქედან შენ ცხოვრება და აი შტერია, გიჟია გადარეული. მე არ ვიცი, არც ერთი მდიდარი ადამიანი მე არ გიჟი და შტერი არ მეგულება, იმიტომ რომ ამხელა წარმატებას შენ შიშტერი და გიჟობი და სიცვლელით ვერ მიაღწევ ნებისმიერ სფეროში. აი თუნდაც ეხლა დღეს ეხლა ჩვენ პოლიტიკურ სიტუაციაში როგორ არის ივანიშვილი, ის არის, ეს არის და ზოგჯერ აი გიჟია, შტერია, შტერი. აი არ არის მარაზმი, ადამიანმა ამხელა რაღაცას მიაღწია. ეხლა ის სხვა გზა არის, როგორ მიაღწია, რანაირად მიაღწია, მე ამაზე არ აქვია ამ დისკუსიაში არ შევარ, მაგრამ ფაქტი რომ დიდარი ადამიანი შტერია, ნუ მარაზმია და იგივეა ავტორიტეტით შტერი არ იყო. და ახლა შტერი არ იყო და დახვეწილი იყო, იმიტომაც იყო ავტორიტეტი და გინდა არ გინდა ხალხი პატივს სცემდა. ნუ თავიდანვე ახალგაზრდა რო ხარ, შენც გინდა პატივცემული იყო და თუ მით უმეტეს თუ ამ პატივცემულობაში
მატერიალური სარგებელიც რომ მოდის, რა არის ამაში ცუდი. მე ხა 15, 16, 17 წლის ადამიანი ვარ, უკვე რაღაცა და ამას რო ჩავწვი, ესე იგი, რაც უფრო კაი კაცი ხარ და პატივცემენ, აქედან შეიძლება რაღაცა სარგებელი ნახო და ამ რამზიკა შემთხვევაში ეს გამოჩნდა. მე უკვე აღარ წავალ იმ წვიმანებში, რომ ზოგჯერ სახელით მიდიხარ, თქვა გაგიჭირდა რაღაცა მიდიხარ. დიდახას არა, მაგრამ პატივიცემის ნიშნიდან გამომდინარე მოდიოდა, მაგრამ მონი დღემდე ბევრი ჩარჩა ამ აზროვნებაში. მაგრამ მე მაინც სპორტმა და სხვა ინტერესებმა გადამლახა და მე სხვა ინტერესით წავედი. თუმცა ერთ-ორჯერ მაინც დამჭირდა ჩემი ას გამოცდილება, მე ჩემი საქართველოში საკანშიშდომისა, მე ამერიკაში და ასე შემდეგ. და ამასაც რამდენიმე მაგალითს მოვუყრებ, იმიტომ რომ ჩვენი ვიდეო ახალ ვიძახი რომ კრიმინალური შემოსავალი, კრიმინალურია, მაგრამ მაგასთან არის ყველაფერი დაკავშირებული და მეც ჩემებურად მოვიყვებით რამდენიმე მაგალითს. გავიდა დრო, საბჭოთა კავშირი დაინგრა, ეს უკვე პერესტროიკა როდის წავიდა 86-87 წლებში. სისტემა იცვლებოდა, ჯერ საბჭოთა კავშირი ოფიციალურად არ იყო დანგრეული, მაგრამ სისტემა და ეწყობა იცვლებოდა და მაშინ გახსოვთ გაიხსნა ძალიან ბევრი ოპერატივები და სამხედროები და რაღაცები და ყველამ დაიწყო საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. ქვეყანა გადადიოდა და ბევრი პატარა საწარმოები იხსნებოდა, მაგრამ ასეთი პრობლემა შეიქმნა, რომ რაღაცა რომ საწარმო გაიხსნებოდა, იგივე გრძელდებოდა იქ საგადასახო და ითხოვდა და ითხოვდნენ ეს უბნის მაყურებლები, ქალაქის მაყურებლები, იქით ხო იცი, აი პატივიცით მიჭერდა, რაღაც ფაქტობრივად ასე უხეშად რო თქვა, რეკეტი გავცემდა. ეხლა ასე თუ ისე მე უკვე ეს სკოლა გავლილი მქონდა, ფაქტობრივად უკვე 18 წლის ასაკში უკვე ჩემი თვიანი ახევრიანი საკანშიშდომა დამთავრდა, მაგრამ მე მაინც ჩემი ცხოვრება მქონდა სპორტი ისა, მაგრამ ზოგჯერ ხა ამხანაგები ვარ ხო თბილისში პატარა და ზოგი რას გახსნიდა და მე ხო ვიცოდი აი მაგალითად რაღაცა პურისა ამ რაღაცა და ვიღაცა მიადგებოდა რა, უბნიდან რა. რაღაცა აქეთ გამოუშვიდა ეს თავისთავად ხო ყველა ფინანსებთან ვარდებოდა და რამდენიმესთან მომიწია მისვლა, რომ აი თქვა მაგას გაიხსნა ხო ის პურისა ამქრო, მაგრამ შენ ხო ხარ აქ უბნის მაყურებელი ჩვენ პატივისცემაში, სიყვარულში, გაგებაში, იმასთან არ უნდა მიხვიდე და ეს გვარდებოდა. მაგრამ ეს რო გვარდებოდა, თავისებურად პატივისცემამ იქ პურისა ამქროდან თუ ციხიდან უკვე ჩემსკენ მოდიოდა. აი სისტემატური ის არ ქონდა. თუ რაღაცა თვითონ მომიტანდა რაღაცა, მაგრამ არ ყოფილა მე ეკეთი, უფრო პატივისცემის ამბავში რა. თუ შემთხვევით გავილიდი უბანში, ან თქვა შევიდოდი მაღაზიაში ან რაღაცა, რომ დამინახავდა პატრონი, ჩამიდებდა 1 კილო შაქარს, 2 კილო რაღაცა, ეს პატივის, იმიტომ რომ რაღაცა სიყვარულის, იმიტომ რომ ის მოშორებული ქონდათ ეს ისა, როგორც ვიდა კრიშა ხო ეს მოდრული სიტყვაა და მაგრამ მეც უკვე უხერხულ გამოში ვარდებოდი ხა რა არის კაცო, შედიხარ და გინდა თუ არა ეს უნდა მოგცე, ეს უნდა გაჩუქო ესე და ასეთი სიტუაცია იყო, მაგრამ იმდენი კი მოვტვინე, რომ ეს სხვა დონია ეს არ შეიძლება ასე. მაგრამ სარგებელი თუ რაღაცა მაინც ცოდვა გამხელილი ხრი. ჯობს რომ ამბობენ, ასე იყო. მაგრამ ასე იყო არა მარტო და საქართველოში და საბჭოთა კავშირში, მთელი რუსეთის მასშტაბით, არამედ ამერიკაშიც. ჩემი ციგნი ვისაც აქვს წაკითხული მოგზაური დღეურები, არა ეხლა რომელსაც ვათამაშებ ორეულ, არამედ წინა წიგნში. იქ მე მაქვს აღწერილი ჩემი აქ ციხეში ჯდომის მომენტი. ალბათ თუ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ მე რომ მოვხდი აქა ნიუ-იორკის ფედერალურ ციხეში რომ მოვხდი, არც ქართველი, არც რუსი, არც სომეხი, არავინ არ იყო და სულ ამერიკულ სისტემაში მოვხდი და ეს ზანგური და მე რომ მაკვირდებოდნენ ვინა ვარ, რა ვარ და ორ კვირაში უკვე ადგილობრივმა
ყველა ციხეში აქ არის აქაც იგივეა რა, მაკონტროლებელები არიან და დამიბარეს და მომთხოვეს რომ ვინახარო რა ხარო და ყოველ კვირას 100 დოლარს მოგცემო რა. მე მაშინ წინააღმდეგობა გავუწიე, ეს წინააღმდეგობა დამიჯდა. კარგად მიმბეგვეს, კარგად ვსემეს სამონტყოფოში მოვხდი და მე რო გამოვედი იქიდან თვითონ სამონტყოფოში და მე თვითონ გავსვოთ ჩემი იქიდან მისთანაც ვიჯექი საკანში ბიჭია ჯომ ეს საკითხი მომიგვარა. ფულს მე არ ვიხდიდი და ნუ ამ ბიჭია ჯოს მოგონებები მე ჩემ ციხში კარგათავა და დღემდეც ახლა წინა ვიდეოშიც მე ვთქვი ახლა მაშინ აქვია ახლა თბილისში მეთქი ნიუ-იორკში რო ჩავალ მაისში ახლა თბილისში წამოსასვლელად იმ ოჯახში უნდა წავიდე ამ ბიჭია ჯოს ოჯახში 20 ბიჭი ვარ ხოლმე და თუ გადამაღებინეს ეს ვიდეო კარგი იქნება. არ ვიცი მეგობრებო თქვენ როგორ შეაფასებთ ამას ფაქტიურად კრიმინალურ შავი ფულის თუ აი ეს გაურკვეველ სიტუაციებში ადამიანს თუ დაეხმარები და ის თუ პატივს აქცევს და ეს თუ კრიმინალურ ფულად ითვლება არ ვიცი ვერ გეტყვით მაგრამ რა თქმა გონია რომ კაკ საქმეს რო აკეთებ ღირებულება უკან გიბრუნდება. ეხლა ის სიტუაცია ის გარემო რაც ჩვენთან იყო ეხლა აღარ არის, ეხლა ცოტა სხვანაირი გარემო, ამაზე მე ჩვენც ვილაპარაკებთ, მაგრამ იმ პერიოდში ჩემ ახალგაზრდობაში და ფაქტობრივად ეხლაც ასეა რაღაცა საქმეს რო აკეთებ, მე იმას ფერვიდე პატივი მეცი, მაგრამ ძალეუნებად მოდის პატივისცემა. ეს იგივეა ადრე როგორ იყო. გამივარდა. ადრე როგორ იყო, მათ ექიმი თუ რაღაცას დაგეხმარებოდა, მე გოჭებს რაღაცა რასაც ვის რაც შეეძლო ის აძლევდა ზოგი სიმინდი ზოგი ეს პატივისცემის ნიშნად არის რა და რა ვიცი ეს ქთამებში გადის თუ კრიმინალში გადის. ნუ ამაზე მე ჩვენ შემდეგ ვიდეოებში ვილაპარაკებთ მაგაზე გავშიფროთ მაგრამ ჩვენ ვიდეოს ახლა ეს კრიმინალური ფული ეხლა მე თვითონ ეხლა მე კრიმინალია რომელიც რეკეტორი და მე ის ვიყავი ეხლა მე რომ მეშოვა ფული ხარი და ეხა რამზიკა და მამზიკა რომ ფუშოულობდნენ ასეთი სხვა არ გამიკეთებია აი ვიღაცის ყაჩაღობით ფული არ გამიკეთებია ვიღაცის დაჩაბრით ფული არ გამიკეთებია ვიღაცის შეშინებით ფული არ გამიკეთებია მაგრამ რაღაც დამსახურებით რაღაც დახმარებისთვის არ დაგიმარლავთ ფული ამიღია. ეს არ არის ქთამი, ეს უბრალოდ სულთა კაცური ადამიანური თვისება, მე ასე მგონია, მაგრამ ამაზე მე ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ, მაგრამ ვინაიდან კრიმინალზე დავიწყეთ ლაპარაკი, ნუ რაღაც კრიმინალთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ნუ ეს არის. კარგია თუ ცუდია, ეს უკვე შეაფასებთ მეგობრებო, კომენტარების სახით ან აზრის გამოთქმის სახით. მაგრამ მადლობა ხმეთ, ჩვენ ცოტა სხვა გზა ავირჩიეთ და ვინ გადამაწყვეტინა უფალმა, იმიტომ რომ მე ამ პერიოდში უკვე კითხულე ბიბლიაც აკითხული მქონდა, პირველად ბიბლია მე წავიკითხე 15 წლის ვიყავი ვერანო 20 წლის 20 აი მანდ უკვე მოხდა ჩემი აზროვნების, ჩემი სოფხედელობის და ჩემი შინაგანი ცვლილება. და მადლობა უფალს და მერთმა უფალმა იმდენი ძალა მომცეს, რომ სწორი გზით და მართალი გზით ვიარო. მე ერთი ვიცი, რომ ეს სამყარო უფლის მიერ არის შექმნილი, ის რაც ხდება, მისი დაშვებით ხდება. აი წარმოიდგინეთ, ამხელა სამყაროა, ამდენი რაღაცებია, ეს შექმნა უფალმა. აი მასკვნელები, galaktikები, უზარმაზარი სივრცე. აი წარმოიდგინეთ, რა ძალასთან გაქვს საქმე და ეს ამ სამყაროს შექმნელი ჩამოდის დედამიწაზე ადამიანების ცოდვის ადამიანის სახით ეს ცოდვები მიიღო თავის ზურგზე შეწირა ჩვენი გულისთვის და მე ჩამოგვიყალიბა როგორი ცხოვრებით უნდა ვიაროთ და გზა გაჩვენა და გეუბნება წამომხევი მე ხელს გაძლევ წამომხევი მე და შენ იქნები უბედნიერესი ადამიანი და შენ პრობლემა არ შეგექმნება მაგრამ რა ხდება ადამიანები არ ფიქრობთ ამაზე და ფიქრობთ ყველაფერზე ადამიანურად არა
ღვთისმიერი გონებით, არამედ არაღვთაებრივი გონებით, არამედ ადამიანური გონებით და მე ვფიქრობ, ვაიმე, რატო ხდება ესა, რატო ხდება ასე, რატო ვარდები აქ. ეგ არის თელი საწყისი. ნუ ამაზე ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ. მეტი რა საქმე გვაქვს, დავდივარ და კეცავთ ამ ყველაფერს. ამ კეცვაში მოდის ფიქრები, აზრები და ცნობები და ემოციები. აგით მეგობრებო, კრიმინალური ფული კი დავარქვი, მაგრამ მე ვინაიდან ჩემი ცხოვრების მაგალითებიდან მოვყევი ეს ყველაფერი, არ ამგონია მე კრიმინალში არ ყოფილა, მაგრამ კრიმინალთან ტრიალები. კრიმინალური ფული ფაქტობრივად ეხლა წეგანას რომ ჩამოთვალე, აჩაღობა, ამაში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია, მაგრამ ესეც ერთ-ერთი ფული შოუნა, მაგრამ როგორ დაფასდება და როგორ დამთავრდება, ეს კიდევ სხვა საქმეა. კარგით აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ჩვენი ეს მესამე ვიდეო ფულთან დაკავშირებით დავინთავროთ და ჩვენ კიდევ რამდენიმე საკითხებს განვიხილავთ ამ ფულის შესახებ. მე კიდევ დაგემშვიდობებით. იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით. თავარია უფალი იყო ჩვენთან, ჩვენ ვიყოთ მასთან და ყველაფერი იქნება აი ასე. დაგაგდო.